გახმოვანებულია მუვიჯის მიერ. ვინ არის? ბოდიში, შეგიძლია შემომიშვა? გამარჯობა, გამარჯობა. საღამოსთვის მზად ხარ? ხო, სახალისო უნდა იყოს. მსგავსი რამოდეს მაგიცდია? არა? არა? ხო. რამდენჯერმე გავაკეთე. მართლა მაგარია, ასე რომ. რამე ხდება ხოლმე? ხო. რამდენჯერაც ვცადე, რაღაც მოხდა. საშიში ჩანს. ოდნავ განსხვავებული იქნება. დაბრუნდა. ხო. დანარჩენებს ველოდებით? ხო. კეროლაინმა მომწერა. გამოფრთხილა, რომ ოდნავ აგვიანდება. კარგი, ესეც ასე. გონი აჯობებს ტელეფონის ხმა გავთიშოთ. გონი ტელეფონს ხმა უნდა გაუთიშო. ხმა გამორთე. ხმა გამორთე ან კარგი? ხო, კარგია. ესეც ასე. ბოდიში, წინააღმდეგი იქნები უცებ წერილი რომ გავგზავნო. ხო, არა, გაგზავნე. ხო. გამარჯობა. გამარჯობა, გამარჯობა. როგორ ხართ? კარგად, შენ როგორ ხარ? ვღელავ. სანერვიულო რა არის? ყველაფერი კარგად ჩაივლის. სახალისო იქნება. გამარჯობა. რადინა, გამარჯობა. როგორ ხარ, რადინა? ღმერთო, ასეთი ხვეულითმა ძალიან გიხდება. გმადლობ. გამარჯობა, გამარჯობა. რა მეგჭირს? ახველებს. კარგად ვარ, გოგოებო. ხალხს და ხველების უფლება აღარ აქვს. სასაცილოა. ახლა ხველება გაზის გაშვებით უნდა დაფარო და არა პირიქით. მართალია. უნდა დამალო. კეროლაინ, რა? კეროლაინ.
კეროლაინ სახეზე რაღაც გაქვს. იზოლაციაში ფორები ცუდ მდგომარეობაში მაქვს. გამარჯობა. გამარჯობა პატ. გამარჯობა პატ. კითხე სახლში რჩება თუ არა? არა, სახლში არ რჩება, ხომ ასეა? არა. მზის სინათლე მომწონს. პატ, ფრთხილად უნდა იყო. ძალიან მიყვარს. ღმერთო, დამალე. როგორი ბრენჭება. ღმერთო. ნახვამდის მამა. მამა შენზე ვგიჟდები. დღეს საღამოს დაპატიჟე. მისი გული ვერ გაუძლებს. საყვარელია, თუმცა ცუდად იქცევა. მუდმივად გარეთ გადის. მე მიწევს რომ ქუჩაში დავედევნო და ვიყვირო. მამა, გაჩერდი მეთქი. ერთი წამით მაპატიეთ. ხომ კარგადაა? ხო, კარგად არის. რაღაც რიგზე არ არის. უცნაური ვითარება არა? იზოლაციის დროს ერთად ცხოვრება არ უნდა დაეწყოთ. ხო, ასე მალე ადამიანს ვერ გაიცნობ. როგორ უნდა მიხვდე? რადინა. გამარჯობა. კარგად ხარ? ხო, ღმერთო. ხო, ძალიან კარგად. რამდენჯერაც ვკამათობთ უბრალოდ საძინებელში შედის. ახლა ამ ხელა სივრცე მაქვს. მეგობრებო, ამ შეხედეთ, მოგვიანებით ასე ვიქნებით. ემა. არ მეცინება. არ მომწონს. შენ უკან გამოჩნდება, კეროლაინ. მოკეთე. ემა, მოიცადეთ. ნახეთ რა ვქენი, მოიცადეთ. დრო სჭირდება. იზოლაცია მაქამდე მიმიყვანა. შეხედეთ. მე ვარ. ღმერთო, ტყუპის ცალი მყავს. არა, ორნი ხართ. მარტოობა ვიგრძენი და მეგობარი შევიქმენი. გოგოებო, ღმერთო, გოგოებო, დედი შემეხმიანა. ამ საღამოს შემოგვიერთდება. მართლა? მოიცადე, არ ხუმრობ? უნდა გამაფრთხილებინე, კეროლაინ. ხო, გმადლობ, ცოტათი დაგაგვიანდა. სახე ამ მდგომარეობაში მაქვს. ნახეთ ინსტაგრამზე რასდებს. ჯინისთან ერთად გადაღებულ ფოტოებს გულისხმობ? თუ პირველ ფოტოს ჯინისთან ერთად. მისი მშობლები სასახლეში ცხოვრობენ. დედი ძალიან შეიცვალა. ჯინის ბრალია. მართლა აუტანელია. ერთად ვერავინ წარმოიდგენდა, რადგან დედი განსხვავებულია. ჯინისთან სულ სამ თემაზე შეიძლება ლაპარაკი. სხვა ვერაფერს ახსენებ. მინახავს ხელზე ავტოგასაროჯის კვალი რომ მქონდა. გამარჯობა დედი. გამარჯობა მეგობარო. გამარჯობა ჯინი. როგორ ხართ გოგოებო? ჯინი, მიხარია რომ გხედავ, საქმე როგორ მიდის? ჯინი და ტონიკი. აღარ ხუმრობ, каранტინი ძალიან მოგიხდა. გემრიელია. მოიცადეთ, შიგნით შევალ, ცუდად იჭერს. ხო, უბრალოდ აუსთან ცხოვრობს. არა. მიდი. კარგად ჯინი. ნახვამდის. ღმერთო ჩემო. მარტო მოდიხარ დედ? ხო, დიდი ბიჭის საქმეები. თქვენთან ერთად მარტო ვიქნები. თავზე კონა შეგიკრავს. კონას რო დიდენ ატარებ. მგონი კახპური კონაა კორონასგან. ექსკურსია ხომ არ ჩაგიტაროთ? ხო, გთხოვ. მოიცადეთ, ამ ბიჭს შეხედეთ. საშიში ჩანს. ძალიან საშიში. ხო, რა ჯანდაბაა. ვერ წარმოიდგენთ, რამდენად ახლოსაა. ხო, ვნახოთ. შენ უკან ბარია? ხო, ბარია. ყველაზე ძნელი ისაა, რომ მამამისის თანდასრებით ხმარობენ. აქ იმდენი სასმელია. და ხო, 99 დღის წითელდაც ვერ გააცოცხლე. წითელი ტედი. მასთან და მის მშობლებთან ერთად ყოფნა უცნაურია. უჩვეულო წესები აქვთ, მაგალითად, სასადილო ოთახში პორნჰაბი აკრძალულია. და როგორ ძლებ? წვალებით, ზღვარზე ვარ. დედ, დღევანდელისთვის მზად ხარ? შენი ნივთები ხომ გაქვს? მაქვს. ამ ყველაფერს სერიოზულად ვუდგები. სახლში წავედი. каранტინის წესები დავარღვიე და ამის მოსატანად გავედი. ასე რომ, შენ? დაგასმენ. ვეცდების საუკეთესო ატმოსფერო შევქმნა. ღმერთო ჩემო. შემზარავია, გესმით? ხო, მოკლედ, ბებია ჩემს ეკუთვნოდა, მაგრამ ვერ ვიტან, რადგან ჩემი ძმა საშინლად იქცეოდა. სახლში სადღაც მიჰქონდა და მალავდა ხოლმე. ძალიან მაშინებდა. მართლა მატირებდა. სიმართლე გითხრათ, როცა ეს მუსიკა მესმის, საშინელება. ეს ჩემი ძმისაა, ღმერთმა დალოცოს. თუ უკრავს ფრთხილად იყავით. შემზარავია. ვწუხვარ, ეს მოუთმენლად ელოდებით, ოდნავ ვღელავ. შარვალში ვისვრი. რატომ?
ამის გაკეთება არ მინდა. პრობლემა არ იქნება. ის ქალი ჩემი მეგობარია. რამდენჯერმე დამეხმარა. ყველას გვასწავლის, როგორ მოვიქცეთ. უბრალოდ მითითებებს უნდა მიხვეთ. ოღონდ გთხოვთ, ჩემი მეგობარია. არ ვფიქრობ, რომ რამეს იზამთ, მაგრამ გთხოვთ სერიოზულად და პატივისცემით მოეკიდეთ. სერიოზულობას რაც შეეხება, არ გეგონას რომ შენს ნათქვამს ვეწინააღმდეგები, მაგრამ შეგვიძლია პატარა შოტი გადავკრათ, რამდენჯერაც ასტროსამყაროს ახსენებს. ხო, ჩემი თამაშია. ასტრალური სამყარო. ასტრალური სამყარო და არა ასტრო. ასტრალური. არყის ბოთლი აქ არის. ოღონდ არ დაანახოთ. არ ვიცი მოეწონება თუ არა. სანამ ღვიძლს ინადგურებთ, მე წყალს დავლევ. უბრალოდ, თუ შოტების დალევას აპირებთ, ასე დავლიოთ ხოლმე. ლუდით არ გამომივა. კარგი, მაშინ გადავკრათ მეგობრებო, გაგვიმარჯოს. ძალიან მიხარია რომ გხედავთ. მოდი სურათი გადავიღოთ. ისევ ამოვქექე. რისი სადღეგრძელო შევსვათ? ბედნიერი სეანსის? ხო, ბედნიერი აჩრდილების. ბედნიერი აჩრდილები. ყველანი კადრში შემოდით? 3, 2, 1. გაგვიმარჯოს. გაგვიმარჯოს. ახლა მომწერა. რა იწოდება, როდესაც რაღაცას გადასცემ? ტელეპათია. ტელეპათიურად მოგწერა? ტელეთაპიურად. არა, ფიზიკურად მომწერა. ტელეფონზე. რას ამბობს? მოლოდინის ოთახშია. მეშინია. ამის გაკეთებას რატომ აიძულებ? რატომ არ შეიძლება უბრალოდ, არ ვიცი. სამაგიდო თამაშით გავერთოთ. არაფერი მოხდება. ზუსტად. დედი. დედი არ გააღო, გთხოვ? კარგი, შემოუშვებ. ყველა მზადაა? ხო, არა. დავიწყოთ. ხუმრობ. გთხოვთ, გახსოვდეთ, პატივისცემით მოეკეცით. ოთახში შემოუშვებ. გამარჯობა, სეილან. გამარჯობა, გესმით? ხო. გამარჯობა, ჰეილი, როგორ ხარ? ყველას მოგესალმებით. სასიამოვნოა თქვენი გაცნობა, ჩემთვისაც. დიდი მადლობა, რომ მომიწვიეთ. უნდა ვაღიარო ზუმით, ეს არასდროს მიცდია. ყველასთვის სიახლე იქნება და გავერთობით. ჰეილი, გამომწვევი საგნები გიხსენათ? რაღაც რაც ახლო კავშირში ადამიანთან, რომელთანაც საუბარიც ამ საღამოს გინდათ. ყველას გაქვთ რამე? ხო, კარგია. ხო, ბოდიში, შეიძლება რაღაც ვიკითხო. თუ ჩემი ბებია და ბაბუა ჩინელები არიან, მე კი ინგლისელი ვარ და ჩინური არ ვიცი. ვერ დაველაპარაკები? არა, ასე არ არის. ასტრალურ სამყაროში ენა არ არსებობს. თუ დაკავშირება მოუნდებათ, გაგაგებინებენ. კარგი? ალბათ სულელურად ჟღერს, მაგრამ მიცვალებულ ცხოველთან დაკავშირება შევძლებ? ხო, რა თქმა უნდა. როგორც თქვი, ასტრალურ სამყაროში ენა არ არსებობს. გაითვალისწინეთ, რომ იქ განსხვავებული წესებია. ცხოველთან საუბარსაც შეძლებთ. ხო, რა თქმა უნდა. ახლა შეიძლება ავანთოთ? ხო, მიდით სანთლები აანთეთ. ხო, სანთელი გონების მოკრებაში დაგვეხმარება და სულს გამოცხადებისკენ უბიძგებს. შეიძლება ითქვას, ამ სანთლისკენ წამოვლენ. ყურადღებით იყავით. სულისგან 1000 პასუხის მიღება შეიძლება. მაგალითად, აზრად, სახელი, სახე, რაღაც გამოსახულება გაგიჩნდებათ, მაგრამ ფიზიკური პასუხიც მოსალოდნელია. კარზე კაკუნს გაიგონებთან, სანთლის შუქი ციმციმს დაიწყებს. შესაძლოა შეხება, სხეულზე სადღაც ზეწოლა იგრძნოთ. მინდა ამ ყველაფრისთვის მზად იყოთ. სანამ დავიწყებთ, უცებ ვიკითხავ, იმ სამყაროს რა ეწოდება? ასტრალური სამყარო. კარგი. ვინაიდან ამას ზუმით ვაკეთებთ? ოდნავ ნაკლებად დაცულები ვართ, ვიდრე ერთ სივრცეში ვიქნებოდით. ამიტომ მნიშვნელოვანია სულებსა და ერთმანეთს პატივისცეთ. ვინმე ხომ არ ღელავს? რომელიმე თქვენგანი თავს დაუცველად ხომ არ გრძნობს? ხო, ემა და კეროლაინი. კარგი. მოდით პროცესს აღგიწერთ, რომლის გამეორება ნებისმიერ დროს შეგიძლიათ. ჩვეულებრივ ერთ წრეში ხელჩაკიდებულები ვისხდებოდით და ცენტრში სანთელს დავდგამდი. რადგან ერთსა და იმავე ადგილას არ ვართ, წრეს წარმოვიდგენთ. შემდეგ დავინახავთ, რომ ამ წრეს ვარღვევთ. დამატებითი უსაფრთხოებისთვის წარმოიდგინეთ, რომ წელზე ძაფიან თოგი გაქვთ შემოხვეული, რომელიც თქვენს წინა კარს უკავშირდება. მერე წარმოიდგენთ, რომ ამ თოქს დანითან მაგრატლით ჭრით, რომლითაც გინდათ. თქვენთვის დამაჯერებელი უნდა იყოს, რომ სულების სამყაროსთან კავშირი გაწყვეტოთ. კარგი? იზოქრონულ ტონალობებს ჩავრთავ, რაც ჩვენს ენერგიას სულების სამყაროს ენერგეტიკასთან გააერთიანებს. კარგი? ახლა კი? თვალები დახუჭეთ. უბრალოდ წრე წარმოიდგინეთ.
შენი, ჯანდაბა, რას აკეთებ? შეწყვეტე. რას აკეთებ? ბოდიში გოგოებო. რა? დედი. დედ, მაპატიეთ დედი უნდა წავიდეს. ნახვამდის. სერიოზულად? მართლა წავიდა? აუტანელი სირია. ის გოგო კახპაა. სულ რაღაც 2 წუთში გავიდა. მისმინეთ არ იდარდოთ. ამან ჩვენზე გავლენა არ უნდა მოახდინოს. ყურადღება არ გაგვეფანტოს. ბუნებრივია ფიზიკურად ერთად არ ვართ, მაგრამ სულ ჩვენთან კავშირის დამყარება ინტერნეტითაც უპრობლემოდ შეუძლია. კომუნიკაციის ამ არხით ჩვენ შეპყრობასაც ადვილად შეძლებს. ახლა კი, შეპყრობა? ამ სიტყვის არ შეგეშინდეთ. ეს ნიშნავს, რომ სული ჩვენი საშუალებით დაგვიკავშირდება. შეპყრობა ეწოდება, მაგრამ ცუდ რაღაცას არ ნიშნავს. გაითვალისწინეთ. ახლა კი გთხოვთ. წრე წარმოვიდგინოთ. წარმოიდგინეთ, რომ ყველანი ერთ ოთახში ვართ. წრეში ვსხედვართ და ნელ-ნელა ერთმანეთს ხელს ჩავკიდებთ. სულო, გიწევთ, რომ ჩვენი სხეულების საშუალებით კავშირზე გამოხვიდე. არის აქ ვინმე? გთხოვ, გამოჩნდი. ყველამ ერთად. არის აქ ვინმე? გთხოვ, გამოჩნდი. კარგი. ახლა უნდა მითხრეთ. თუ რამე გაგახსენდებათ. იქნებ სახელიან, სახე. შესაძლოა ხმა მოგესმათ. რადინა, არ მინდა აგახელვო, მაგრამ ვინმე ამჩნევს, რომ უკან რაღაც ხდება. ხო, მგონი მოძრავი სინათლეა. ხო, თუმცა შუალედში რაღაცას ვხედავ. ალბათ ანარეკლია. ჩემს მაცივარ შუქი ადგას, მაგრამ მოძრაობს. არა, ეს რაღაც განსხვავებულია. უძრავი შუქი იყო, რომელიც ახლა ამოძრავდა. ბევრს მოძრაობს. ხო, არ მომწონს. მგონი, მოიცადეთ, ჩემი მესამე თვალი გახდება. ახლა სახეზე აქვს. ეს რა იყო? ჰეილი, შენი ყავი? არა, არაფერი მექნია. ეს ხმა ყველამ გაიგონა? მე გავიგონე. რაღაც მომესმა. კარგი, მოусმინოთ. სულო, თუ გვაშინებ, გთხოვ, ერთხელაც დააგაგუნე. შენი. ძალიან წუხარ. მგონი კურიერია. მაპატიეთ,ახლავე დავბრუნდები. რა? ღმერთო. მაპატიეთ, ოკადადან კურიერი მოვიდა. მაპატიეთ, საჭმელი მომიტანეს. ხმა მესმის. ბადრიჯანი შევუკვეთე. და 1 კილა ტაჰინი. რომელიმეს გესმით? არა, მხოლოდ მეზობლების ხმა მესმის. ბრუნდება? სად არის? მისი სახლი შემზარავადაა ჩაბნელებული. სეილან. ფულს ვუხდით, ჰეილი? აი ისიც, დაბრუნდა. გოგოებო, ძალიან წუხარ. მაპატიეთ, ბოდიშს გიხდით. სეანსამდე უნდა მოედანათ. ძალიან წუხარ. თუ შეიძლება განვაგრძოთ. კარგი? ხო, გონება უფრო მეტად მოვიკრიბოთ. ვინმე სახელი ხომ არ მოგივიდათ აზრად? რომელიმემ დაინახეთ? კარგი. რა მოხდა? ვიგრძენი თითქოს მხარზე ხელი შემახეს. ჯემა, კარგად ხარ? რა ხდება? ღმერთო. კისერზე რაღაც შემეხო. ჯემა, არ გინდა მოხვიდე და გველაპარაკო. შეკითხების დასმაცადა, ჯემა. კისერზე თითქოს აუტენელზე წოლას გვცნობ.
არ გინდა დაუძახო და კითხო ვინ არის. იქნება აზრად სახელი მოგივიდეს ან ვინ არის? აქ ვინმეა? გონებაში სახელმა ჯეკმა გამიელვა. კარგი? კარგია. ვინმე ჯეკს იცნობდი, რომელიც გარდაიცვალა. ჰო. სკოლაში ერთი ბიჭი იყო. ერთხელ ჩემი მართ სიკეთე გამოიჩინა. თავი დავიმტვრია და ხელში ამიყვანა. თავი ჩამოიხრჩა. მისმინე ჯემა, მინდა რომ სეილანი საწავიდა. ალბათ სუსტი სიგნალია. მიდი დაურეკე ჰეილი, ხო? ჯემა, კარგად ხარ? კარგად ხარ ჯემა? ღმერთო, რა? გახბავ. არა, არის ზამდი. არა. ღმერთო, ჯემა. მოიგონე? ჯემა, ფსიქოპათი ხარ. არაფერი ხდებოდა. ჯემა, დაგიჯერე. ძალიან მწუხვარ. არავინ არაფერს ამბობდა. მართლა მეგონა რომ მოკვდებოდი. სეილანი შეგვეხმიანა? ხომ კარგადაა? რა მოხდა? ვერც კი დავინახე რა მოხდა. ინტერნეტი გაეთიშა. მოვშარდავ. ხო, მგონი მეც მინდა. დავთვრები თუ ასე განვაგრძობთ. წყალი მინდა. მზად ხარ ჰეილი? ხო. მოიცადეთ. გარკვეულ დაძაბულობას ვგრძნობ. თუმცა აზრად სახელი მომივიდა. ჰეილი. 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 შემეშვი ჯემა. ჰეილის გართობა არ შეუძლია. გთხოვე, მაგრამ სერიოზულად არ აკიდები. მოკეტე, ეს ყველაფერი მომბეზრდა. ღმერთო, ამაღამ რატომ ვაკეთებთ? იცი რა ჯემა, არავინ? ჯანდაბა. ჰეილი, რა ხდება? ჯანდაბა. ჰეილი. გონი აქ რაღაც არის. ჰეილი, შეწყვიტე თამაში, გთხოვ. გეფიცები მე არ. შეხედეთ. უნდა განვაგრძოთ. არა. გთხოვთ. რაღაცას დაუკავშირდით. უნდა განვაგრძოთ. უნდა დაველაპარაკოთ, დაუძახებ. არა, არა. აქ ვინმეა? ვინმე ჩემთან საუბარი უნდა? შუქი ჩააქრე. ჰეილი, თუ მოვკვდები, ჩემი სული არ მოგასვენებს. მოусმინეთ. რაღაც გავიგონე. მიკროფონების ხმა საუწიეთ. პარამეტრებში უნდა იყოს. აქ ვინმეა?
არ მომწონს. ეს რა იყო? რაღაც გავიგონე. ჩემს სახლში არ ყოფილა. კეროლაინ. უნდა წახვიდე და შეამოწმო. არ გინდა. სულელური აზრია. ალბათ არაფერია, არა უშავს. მამა? რა მოხდა? ალბათ არაფერია. ფრთხილად იყავი. კეროლაინ, ზემოთ აგვიყვანე. არაფერია. მიდი, კეროლაინ, დამშვიდდი. დაწყნართი. არა. რას აკეთებ, კეროლაინ? კეროლაინ, რას აკეთებ? ყველაფერი კარგად იქნება. განაგრძე, კეროლაინ. ყველაფერი რიგზია. დამშვიდდი. აქ ვართ. რასაც დაინახავ, გადაიხე. რამეს ხედავ? ეს რა არის? არაფერი, ფოკუსში ჯდება. იქ არაფერია, ყველაფერი რიგზია. შეხედეთ. კეროლაინ, უკან დაბრუნდი. ეს რა ჯანდაბა იყო? ვერაფერს ხედავ. კეროლაინ, უკან წადი. კეროლაინ. არ შეგეშინდეს. რა იყო? რა ჯანდაბა იყო? ნამდვილად რაღაც დავინახე. სეილანს უნდა დაურეკო, დაურეკე. დამშვიდდით. დაწყნართი. დაურეკავ. ფურეკავ. ჰეილი. რას აკეთებ? ჰეილი. ხედავთ? არა. რას?
ვერაფერს ხედავ. იქ არ არის. ჰეილი, რა მოხდა? შემომხედა. არა. ეს რა არის? ეს რა არის? რა ჭანდაბაა? რა ხდება, გოგოებო? სასაცილო აღარ არის. გეყოფათ თამაში. სეილანს დაურეკე. ირეკება. ალო? სეილან. ჰეილი, შენ ხარ? ო, ძალიან წუხარ. ინტერნეტი ცოტა არ იყოს. ბოდიში ვერ ავამუშავე. საქმე როგორ მიდის? საკმაოდ საინტერესო რაღაცები გამოვცადეთ უბრალოდ. კეროლაინს ოდნავ შეეშინდა. იმედი გქონდა დაგვაკვალიანებდი. კარგი, ხო, პრობლემა არ არის. ძალიან კარგია რომ რაღაც გამოცადეთ. აქ ამისთვის ვართ. მართლა ვწუხარ რომ თქვენთან არ ვარ და ვერაფერს გიხსნით. სხვებს ჩემი ხმა ესმით? ხო, ესმით. შენი ხმაც და ჩემიც. კარგი, მომისმინეთ? არ ინერვიულოთ უბრალოდ. სიმშვიდე შეინარჩუნეთ. ალბათ ვიღაც რაღაცის გადმოცემას ცდილობს. ჯემა, შენი მეგობარი ჯეკის შესახებ გვიყვებოდი. როგორ ჩანს ის არის? ხომ არ გიკითხავს ჯეკია თუ არა? არ ვიცი, ჯემა, კითხე ჯეკია თუ არა. ჯემა, ბოდიში. ჯეკი არ არსებობს. რა ხდება, მოიცადეთ. ჯეკი მოგონილია. ჯემა მოიგონა. ესე იგი, ჯეკი არ არსებობს. თუ არსებობს და პასუხი ვერ მოისმინა. არა, ჯეკი საერთოდ არ არსებობს. მისმინეთ. სულების მიმართ პატივისცემის გამოჩენა გთხოვეთ. ეს კარგი არ არის. გამოდის რომ არარსებული ადამიანის დასახელებით ცრუ სული გამოვიძახეთ. თუ ეს ადამიანი მოიგონე, ესე იგი, წარმოიდგინე რომ ნიღაბი შექმენი და ახლა ნებისმიერ რამე შეუძლია ამ ნიღაბს ამოეფაროს. არ ვიცით რა შეიძლება იყოს. თუ გაგვიმართლებს, უბრალოდ რიგითი სული აღმოჩნდება. რა მოხდება, თუ არ გაგვიმართლებს? ჰელი, კითხე რა მოხდება, თუ არ გაგვიმართლებს? იქნება არ გაგვიმართლოს, სეილან. შესაძლოა რამე დემონური იყოს. ფაქტობრივად, ჯემამ ღია მოსაწვევი გაგზავნა. სეანსი უნდა დავასრულოთ. როგორც გითხარით, სულებს მადლობა გადავუხადოთ და დავასრულოთ. თოკის წარმოდგენა არ დაგავიწყდეთ. კარგი? მოკლედ. სულო. გთხოვ, თანხმობის შემთხვევაში ერთხელ დააკაკუნე, უარის შემთხვევაში ორჯერ. მოდით ვკითხოთ, ჩვენთვის შეტყობინება გაქვს? 3-მდე დავითვლი. 1, 2, 3. ჩვენთვის შეტყობინება გაქვს? ჩემთან შუქი აინთო. კარგი, ჰეილი მშვენიერია. კარგი. სხვა შეკითხვა დაუსვით. ერთად ვკითხოთ. მეგობარი ხარ? 1, 2, 3. მეგობარი ხარ? სეილან, აქ ხარ? რა ჯანდაბა ხდება? დაურეკე, ახლა დაურეკე. ჯანდაბა, არ პასუხობს. კარგი. რა ვქნათ? როგორ მოვიქცეთ? ერთი წამით, ვიცი რაც უნდა ვქნათ. უბრალოდ თოკი უნდა წარმოვიდგინოთ და სულს თავაზიანად უნდა მივმართოთ. არ გესმის რას აკეთებ? მოკეტე ჯემა, ერთი წამით მოკეტე. თოკი წარმოიდგინეთ. წარმოიდგინეთ რომ თოკი წელზე გაქვთ შემოხვეული. წელზე თოკი. კარგი, ვწუხარ სულო. ვწუხარ თუ დაგაბნიეთ. გაიმეორეთ, ვწუხართ თუ დაგაბნიეთ. წარმოიდგინეთ რომ თოკი თქვენს კარამდეა გაჭიმული და შემდეგ გადაჭერით. კარგი?
კარგი, წარმოიდგინეთ, რომ თოქს ვჭრით. კარგი. ისევ დავიძახებ. აქ ვინმეა? შემდეგ თვალები გაახილეთ. სანთლები ჩააქრეთ და წრე დაერღვევა. ჩემი სანთელი უკვე ჩავაქრე. არა უშავს. თუ გახსოვს, გითხრა რომ მათ აქ მოსაყვანად იყო საჭირო, ასე რომ არაფერია. ჯანმრთელობა. რა ჯანდაბაა? საკმაოდ ამაღელვებელი იყო. ღმერთო, ძალიან მცხელა. ვყარვარ, გაოფლიანებული ვარ. ღმერთო. გოგოებო, რა ჯანდაბა მოხდა? ღმერთო. აღარასოდეს ვიზამ. რადინა, უნიტაზზე ჩდები? შესაძლოა. შიშისგან ვშარდავ. მომხდარის შემდეგ მარტო არ საწავალ. მოკეტეთ. კარგად ხარ, კეროლაინ? ჯანდება, შოკი გადავიტანე. რომ იცოდეთ ამაღამ ვერ დავიძინებ. სიგიჟე იყო. ჯანდება. ემა, შენი ჭიქა. გეფიცებით, არაფერი მიქნია. ზვირად ღირებული იყო. მოიცადეთ, დედი მამის შესახებ გაიგოს. ზის და ჩინურ კერძს მიირთმევს. ჩვენ კი კინაღამ დავიხოცეთ. ღმერთო, ერთი სული მაქვს დედის მოუყვე. ვერაფერს მიხვდება. დაბრუნდება და ვეტყვით, რომ ქარიშხალი გამოტოვა. გოგოებო, ვინმემ დაინახა ალენი როგორ წავიდა. ტელეფონი დატოვა. სადაა? რადინა მაღაზიაში ხომ არ წავიდა რომ? ალბათ ძმასთანაა. მიდი დაურეკე. ჯანდაბა, მთელი ბოთლი ღვინო დავცალე. გოგოებო, ჩემი წასვლის დროა. ეს ყველაფერი? ემა, ძვირფასო, ნახვამდის ძვირფასო. მიყვარხართ, ნახვამდის, კარგად იყავით. შვიდობით, დროებით, ნახვამდის ჰეილი, ნახვამდის გოგოებო. მომავალ შეხვედრამდე. რადინას გადაეცით, რომ დავემშვიდობე, კარგი? მაგრამ აჯობებს დაველოდოთ, სანამ დაბრუნდება. არა, მირჩევნია წავიდე. კეროლაინ. ნახვამდის. კეროლაინ. მოვიდა. კეროლაინ. გვისმენ? კეროლაინ. ხმა გათიშული აქვს? კეროლაინ. გონი გამორთო. ხო. გამარჯობა მეგობარო. მოიცადეთ. ეს ხომ მისი ფონია? ხო, მართალია. ხო. დავურეკავ. რა ხმა იყო? კეროლაინ, ჩვენი ხმა გესმის პატარავ. გონი ლეპტოპი ჩაუვარდა. კეროლაინ. დაურეკავ. რა? ემა, ფილტრები გამორთე. გეყოფა. ემა. გამარჯობა, კეროლაინი ვარ. შეტყობინება არ დამიტოვოთ. მომწერეთ როგორც ნორმალურმა ადამიანმა. ემა? ჯანდება. რას აკეთებ? არ გინდა. ემა, არა უშავს. ემა წავიდა, მოდი. ემა წადი. ემა ახლავე გადი. ემა სასწრაფოდ უნდა გახვიდე. ემა გადი. ემა. ეს რა იყო? ჯანდაბა, შენი. კარგად ხარ? ემა,
ემა ახლავე უნდა გახვიდე. ემა. არა, არ დაბრუნდე. გადი. ემა. ემა, გვიპასუხე. ემა, რა მოხდა? ემა. არა უშავს, აქ ვართ. ყველაფერი კარგად იქნება. უბრალოდ გადი. სახლიდან უნდა გახვიდე, გესმის? წავალთ. ჰეილი. მივდივართ. ყველა მივდივართ. რადინა. სახლიდან უნდა გავიდეთ. რადინა. რა? ალენ. ხმერთო, ჯანდაბა. გაიქეცი. Caroline. ვერ გავიგონე რა თქვა. Caroline. ხმერთო. მიშველეთ. არა. სეილანს დაურეკავ. ჰეილი. არა შეწყვეტე, ჰეილი, ყველაფერი შენი ბრალია. ჩემი ბრალი არ არის. ეს შენ გამოხდება. მოკეტე. გაჩერდი. გითხარი რომ ჰეილი, მოკეტე. ჰეილი. გესმის? არა. ხმართა, რას აკეთებ ჯემა? ჯემა, სად მიდიხარ? ემა ახლავე დავბრუნდები. არა, მომისმინე. არაფერი დაგემართება. ჯემა, რას აკეთებ? არ წახვიდე, გთხოვ. ჯემა, გთხოვ, არ წახვიდე. ემა არაფერი გემუქრება. ჯემა, ემა, კარგად იქნები. გთხოვ, არ წახვიდე. შეგაშინე? აპატიეთ რომ დამაგვიანდა. მეტი დრო დამჭირდა ვიდრე მეგონა. ჯანდაბა, დადუ გაიკეთე. დედი, წადი. სახლიდან გადი. ისმინე, სხვები სად არიან? კარგი, გეყოფათ. ნუ იმალებით გასიებულო გახდებო. გამოდით. დედი, გთხოვ. გეყოფათ. უსინდისოდ იქცევით. რა მოხდა? მიდი, მომიყევი. დედი, წადი. ერთი წამით უბრალოდ დენი გაითიშა. სოფელში ხშირად ხდება. კარგი, დავიწყოთ. მზად ხართ? ესეც ასე. მოვკვდებით.
დავბრუნდი. ღმერთო. დედი. ღმერთო, მოიცადეთ. უნდა წავიდე და ვიპოვო. რას ეძახით? 5. სეილანის საინტერესო პიროვნება იყო. გთხოვ. წადი. დედი. არ გაჩერდე. ჯინი. შენი. ჯინი. ჯინი. არა. არა. წადი გთხოვ. იქ ვიღაც არის. გთხოვ. არა. დედი გაიქეცი. მოკვდები თუ არ მომისმენ. დედი გაიქეცი. მგონი აქ არის. დედი. გაიგონე? დედი, წადი. რა ჯანდება? დედი, გაიხვიცე. დედი, ადაკი, გაინძარე. ჩემი ხმა გესმის? დედი, მიპასუხე. დედი. არა. დედი, გაიხვიცე. არა. არა. დედი.
ემა. ჰეილი. წადი შენი. ჭანდაბა. ჭანდაბა. ჰეილი. ჰეილი. უნდა გავიქცეთ ჰეილი. უნდა წავიდეთ. რამე დაინახე? გახმოვანებულია მუვიჯის მიერ.